ყველაზე მდიდარ სოციუმში ვცხოვრობთ, რომელსაც უარსებია დედამიწის ისტორიაში, მაგრამ ყოველი ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ არის სადომაზოხისტური. ეს არის ერიკ ფრომის უდიდესი ფსიქოლოგის სიტყვები და რატო? სადომაზოხისტურია არა რაღაცა პრიმიტიული გაგებით, არამედ არსობრივი არსი არის სადომაზოხიზმი. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა სადომაზოხისტურია, ანუ მე შენ გფლობ, მე ვახორციელებ შენზე ჩემს ნებას. მშობლისა და შვილის ურთიერთობა სადომაზოხისტურია, იგივე ხდება. მე შენ გიმორჩილებ. ეს არის სადომაზოხისტური ურთიერთობის არსი. უფროსისა და თანამშრომლის ურთიერთობა სადომაზოხისტურია. პოლიტიკოსის და ხალხის ურთიერთობა სადომაზოხისტურია. ექიმის და პაციენტის ურთიერთობა სადომაზოხისტურია. ჩვენ ძალადობა გვაქვს სისხლში გამჯდარი, იმიტომ რომ სოციალურ ჰიპნოზში ვართ და მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს უდიდესი ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები გახვირიან, რომ ესე არ უნდა იყოს, ჩვენ აი ამ ავადმყოფობაში ვცხოვრობთ მაინც. და ეს ყველაფერი დგას ბავშვის მიმართ დამოკიდებულებაზე.